შავმხვრელებს თუმე პატარა გალაქტიკაშიც შეუძლიათ დამალვა. ამ ეპიზოდში მაგალითად გალაქტიკა Fornax UCD3-ის შემთხვევას მოვიყვანოთ. გალაქტიკა Fornax UCD3-ში სულ რაღაც 100 მილიონამდე ვარსკვლავია. ამ პატარას რადიუსი მხოლოდ 300 სინათლის წელია. ამის მიუხედავად ის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო გალაქტიკაა. მის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის მასა კი 150,000 სინათლის წლის ზომის ირმის ნახტომის ზემასიურის მშვილოსანი A ვარსკვლავის მასას უტოლდება. ანუ 3-5 მილიონი მზის მასას. UCD3-ის მასის 4% მის ზემასიურ შავ ხვრელზე მოდის. ყველა სხვა შემთხვევაში ეს წილი მხოლოდ 0.3% შეადგენს ხოლმე. სავარაუდოდ UCD3 ადრე დიდი გალაქტიკა იყო. ვარსკვლავური დასახლება კი მისმა კიდევ უფრო დიდმა მეზობელმა წაართვა. შავმხვრელს თურმე იმის უნარით შესწევს, რომ მაგალითად ჩვენი მზე ერთ დედამიწისეულ დღე-ღამეში შესანსლოს. დედამიწიდან 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთ-ერთი კვაზარის ზემასიური შავი ხვრელი ყოველ 2 დღეში მატერიას შთანთქავს, რომლის მასა ერთი მზის მასის ეკვივალენტურია და ისე სწრაფად იზრდება, რომ მის გარშემო მოძრავი გავარვარებული გაზი 1000-ჯერ მეტად ანათებს, ვიდრე მთლიანი გალაქტიკა. მეცნიერება არ იციან, როგორ მოახერხა ბნელი საუკუნეების, ანუ ადრეული სამყაროს დროინდელმა ხვრელმა ასეთი მასის დაგროვება, თუმცა კარგად იციან, რა პოტენციალი აქვს მას. ეს მონსტრი, რომ ირმის ნახტომის ცენტრში მოგვეთავსებინა, მისი ელვარება 10-ჯერ გადააჭარბებდა სავსე მთვარესას. აღარ გამოჩნდებოდა ბევრი ვარსკვლავი, ხოლო რენტგენის გამოსხივება ყველას დაგხოცავდა. ბოლო წინადადება ნამდვილად არასასიამოვნო წარმოდგენის მომტანი შეიძლება ყოფილიყო მაყურებლისთვის. თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი შავი ხვრელი ჩვენს ახლოში არ არის. ბევრი რამ კი ჯერ მაინც ჰიპოთეზების დონეზეა. არ დაგავიწყდეს კოდის YouTube არხის გამოწერა. ეს ამ პროექტის არსებობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მხარდაჭერისთვის. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.